მეორე ეს არის რა თქმა უნდა მოკლედ ეს გარკვეულწილად არის ადამიანური და ფსიქოლოგიური ფაქტორი, როდესაც შენს თავში აღმოაჩენ, რომ უნდა იყო ერთგული და ამ ერთგულებას სჭირდება სტაბილურობა. ერთგული ლოიალობა, ასე ძახიან, ასე ვთქვათ, ამერიკელებს აქვთ ლოიალობის მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შეფასებითი უნარი, როდესაც ადამიანი ლოიალურია, მაგრამ ამ ლოიალობაში არ გულისხმობ მონობას, მონურ ერთგულებას. არამედ ნამდვილად განწყობილი ხარ ადამიანის გვერდით ყოფნაზე და პრობლემების ერთად გადაჭრაზე, მხოლოდ ამ კუთხეში, ამ კუთხით ვფიქრობ მაგაზე და არა ის, რომ მონურად ყველაფერში ეთანხმებოდა და 100%-ით მისი ერთგული იყო და სხვას მის მინუსებს ვერ ხედავდი. ასეთ ერთგულებაზე არ მაქვს საუბარი.